ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, როგორც მოგეხსენებათ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური განვითარება. ხალხი გამოხატავს თავის ნებას. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას აღიაროს CSKO-ს მიერ წარმოქმნილი არჩევნების შედეგები. ჩვენ აუცილებლად. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით, რა თქმა უნდა, CSKO-s მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. მაგრამ მოუწოდებ ასევე ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართულმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრა უარი, საბოლოოდ თქვა ქართულმა ხალხმა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებას. მთელ საქართველოს მე მინდა მოვულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არავის, ამჯერად მივეცი რას, მივეცი ახალ საქართველოს, მე მივეცი იმ საქართველოს, რომლისთვის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზედაც ლოცულობდნენ ყველა ჩემი წინაპრები. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზედაც ლოცულობს დარწმუნებული არ მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველანი გამარჯვებული, დამარცხებული, არავინ არ იქნება, იმიტომ რომ გაიმარჯვებს საქართველო. პირველ რიგში რაც მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვა, რომ აუცილებლად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე. ეს ერთი. მეორე, უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს თქვენ ვის მიეცით ხმა. და რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ. და მეც ასე მოვიქეცი. ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი ევროპული განვითარების გზაზე. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი წინაპრების და რაც მთავარია ჩვენი შვილების არჩევანი. ამიტომ ყველაზე დიდი და გადამწყვეტი იმისთვის, რომ საქართველოსთვის მივცეთ ხმა. იქნება რა თქმა უნდა ის, რომ მაქსიმალური რაოდენობის სამომრჩეველი უნდა მივიდეს უბანზე და ყველამ უნდა გააკეთოს თავისი გონებით და რა თქმა უნდა გულითაც ეს არჩევანი. დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის, დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად არის უდგება ხოლმე ჩვენ ხალხს ასეთი მომენტები და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დღეს ყველა ქუძე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, ხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას, რომელიც ამ ქვეყანაში 12 წლიანი მშვიდობის გარანტია არის, რომელიც ამ ქვეყანაში ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია არის და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის მატების გარანტია არის. ეს ის დღეა, როცა პოლიტიკური პარტიები დუმან და ლაპარაკობს ქართველი ხალხი. მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი ამორჩეველი. მე ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან განთავისუფლებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას, ხმა მივეცი საქართველოს გამთლიანებას, ხმა მივეცი ქართული ოჯახების გამთლიანებას, ხმა მივეცი ჩემი შვილის დაბრუნება საქართველოში და მჯერა რომ ეს იქნება დღე ქართველი ხალხის ძალიან დიდი გამარჯვების. ძალიან იშვიათად გვაქვს ჩვენ მსგავსი დღეები, როდესაც წყდება საქართველოს მომავალი და დღეს არის ზუსტად ის დღე, რამაც უნდა განსაზღვროს მომავალი 100 წლეულები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ყველას ვთხოვა, რომ საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანისთვის მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა. და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი ხმა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში, როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღშენებლობისათვის. ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ემიგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული
ჟურნალისტებით თუ ჟურნალისტებით დაწყებული დამთავრებული ნებისმიერი ადამიანი ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა ყველა ამ ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მე დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში რაც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ ევროპისკენ სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია რეალური ალტერნატივა